მოდის ვიღაც იუდა და იამანების კედელზე ყველანაირ უხამსობას აკრავს და ამ დროს აქ არავის არ დაუნახავს. Şeyler asıyor bu afişleri. Hiçbiriniz görmüyorsunuz. ბატონო გაფურ, არ გინდა რა აბუზერა. რა ბატონო გაფურ. Ben sana ხან სად დავინახავ რომ მიდიხარ, ხან სად? ყოველთვის აქ იქნები და აქ ივლი. არანაირი არ დამინახავს, არ გამიგონია. მურჩა, დამთავრდა. Abi ძმაო, bir bak bak. მოდი, გილთენ მუშაობა რა მოხდა? Az bir bak. წამოდი და გეტყვი. ne oldu söyle. გილთენ რა მოხდა? წამოდი. Gülten. გილთენ? Ne oldu kız? რა მოხდა გოგონი? Çeto mu? ჩეთო? Çeto დაგარტყა ჩეთომ. იცი რას ვუზამ? ჩეთო და ჩეთო. შენც დარძალიც გადაეკიდეთ ამ ჩემს ქმარს, რა შუაშია ჩეთო? აბა რა მოხდა თქვი მაშინ? რა მოხდა? შენ ისმაილს ჩემი ქონების საკუთრების საბუთი დეუტოვე? simართლე მითხარი. საბუთი? რა საბუთი? რომელი ქონების საკუთრების? რა საბუთი გოგო? 2000 მარკა ვალი აიღე რომ გერმანიაში წასულიყავი. სანაცვლოდ კი ჩემი საბუთი დაუტოვე როგორც გარანტია. კაცი მეუბნება თუ შენი ძმა ვალს არ გადაიხდის, მითხრას საბუთი წავიღოთ და ჩემზე გადმოვიფორმოთო. Hangi adam diyor? რომელი კაცი ამბობს? რომელი კაცი ამბობს? ისმაილი. გაჩუმდი რა გაყვირებს. Bağırıyorsun. Zahireci. ისმაილი, ჩანგლები ითქვილები რომ აქვს? იტყუება. ისმაილი იტყუება. ო, კიდევ ამბობს? მითხრა დაგულთენმა ყველაფერი იცისო. ეს მიწა უფროსი ქალბატონის საჩუქარი იყო. საერთოდ არ შეგრცხვა? მართლა საერთოდ არ შეგრცხვა? რა გითხრა? გილთენ, დაო. მე მომისმენე ძალიან ხავ. გილთენ, ხომ იცი აქ რა სიტუაცია იყო? ძალიან შეწუხებულები ვიყავით. გერმანიაში უკვე ყველაფერი გამომზადე. ჩემს თავს ვეუბნებოდი ერთადერთი რაც გამაჩნია ეს საბუთია საკუთრების შესახებ მეთქი. თუნდაც თუ ერთი ცხვირსახოცის ხელა მიწა იქნებოდა მიხაროდა. შენ კი ჩემთვის ესეც ზედმეტად ჩათვალე. მე მოლამაზო და ურას ამბობ. ღვთის გულისათვის. ეს როგორი ძმა ხარ? საკუთარი დისპური შეიძლება აიღო. Lokmasını alma. შემოლამაზო და უკანა ასე მოიქცეოდი. რთულ მდგომარეობაში ვიყავი. უმიცირესი გადატანა გვხდებოდა. გადავიხდიდი. ო, გადაიხდი ამდენ ფულს როგორ გადაიხდი ძმაო? გადავიხდი შემოლამაზო. ერთი თვე მომეცი. აი ნახე, ერთი თვე მომეცი და გადავიხდი. ფული უკვე შევაგროვე. ო, შევაგროვე. კიდევ ერთისგან ფულს ველოდები ავიღებ და მე რა უნდა გითხრა, იცი ძმაო? ჩეთინი ყოველდღე მეკითხება რა მჭირს. Ben nasıl? როგორ უნდა ვუთხრა რომ საკუთარმა ძმამ ჩემი ქონების საკუთრების საბუთი სხვას მისცა? დაიგო. Duymayacak. ჩეთინი რას იფიქრებს? როგორ შემარცხინე ამ ბიჭის წინაშე? ჩეთინი რას იფიქრებს? წავა ისმაილი მივა და ეტყვის გულთენის ქონების საკუთრების საბუთი ჩემიაო. შემოლამაზო, ჩემო ერთადერთ ვარ მისმენ. ფული თითქმის უკვე მაქვს. კიდევ ერთი ადგილიდან უნდა მომცენ იმასაც ავიღებ და მაშინვე იმ ჩანგალებით კბილებიანს წავუღებ. მაგრამ ძალიან გთხოვ, შენ მარძალმა არ უნდა გაიგოს. ხო, რა თქმა უნდა, რძალმა არ უნდა გაიგოს. საინტერესოა ქალს შერჩა კიდევ რამის მოსმენის ძალა. ხოდა ამიტომაც. როცა საჭირო იქნება საბუთისთვის წასვლა მითხარი და წავიდეთ. მაგრამ მე შენაირი ძმა აღარ მყავს. ღვთის გულისათვის გილთენ, შენ რა არ მისმენ? არა. ღმერთო ჩემო. Saniye. სანია. რა ჩაიდინე კიდევ? ამბობს მიწა უნდა გავყიდო. ღვთის გულისათვის. ჩეთინი რა, ფეგილისგან ხელფას არ იღებს. გავიგე კიდე უნდა მოუმატონო. არანაირი მიწის გაყიდვა არ გამოგონო, არანაირი. გეფიცები დავიღალე. მოვიდა ეს ჩანგალებით კბილებიანი და ფიქრები აურია. ამბობს მიწის ყიდვა მინდაო, რატომ? Niye? თურმე მის ბიძაშიც საქმე მიწა აქვს და შეერთებენ. გილთენ ასაკეთებ, ეს მისი გარანტია. თავიდანებე, მე ხომ აქ ვარ, ჩემთან მოდის საკუთარ ძმასთან. კარგი გოგო გათხოვდა ქმართან მიდის. სანია მოვიდა მიწას იყიდის თურმე. ნახე, საქმე მაქვს, ბატონი დემირი გაბრაზდება. წავალ საქმეს გავაკეთებ, კარგი? საქმეებს მოვაგვარებ და მოვალ.
ამიერიდან ამას მე მიხედავ. ჩანგალევით კბილებიანი ისმაილი. გეუბნები რომ გადავიხდი, რატომ მეუბნები ჩემს დას? რატომ? გერმანიაში წასასვლელად შენი საბუთი ჩააბარა, არა? კარგი განზრახვა ჰქონდა, საიდან დაცოდნოდა რომ მოატყუებდნენ. რა მოხდა? გაფურ, სანია, საქმე მაქვს. კედელზე ხომ იცი რაც ხდება, ბატონმა დემერმა დამეძახა. აქ მოდი. რაღაც საქმე მაქვს. გაფურ, გითხარი, აქ მოდი მეთქი. გაიქეცი. ხომ დაბრუნდები? კალბატონი ზულეიჰას მანქანაგზაზე ნახეს მეტოვებული. ბენზინი რომ გაუთავდა, იქვე დატოვა. ნუ ასე იქცევიან ხოლმე. კარგი და მანქანა შემოიყვანეს, ჯერ არა, რამდენიმე დღეში აქ იქნება. ბიუროკრატიული საკითხებიდან გამომდინარე. გასაგებია, ეს ვინ შეიდინა. თითის ანაბეჭდებით ვინაობა დაადგინეს. მანქანების ქურდია ძებნაში. ისინი ეძებენ და ჩვენს. დიდხანს გაქცევას ვერ შეძლებს, რამდენიმე დღეში ვიპოვით. ბატონო უბრალოდ გთხოვთ, როცა დაიჭერთ, გამაგებინეთ. რა თქმა უნდა. სანია. ჩემო მტრედო. ნახე რა გიყიდა. ნახე რა გიყიდა ჩემო მტრედო. შენ რომ გიყვარს. როგორი ახლებია. ნახე აბა სანია. აბა შეჭამე. გაიწი. გადი. სანია. გოგონა ამ ღამით სად უნდა წავიდე? ჯოჯოხეთში გითხარი აქედან წადი. გადი. სანია. ასე დროს სად წავიდე? გაეთრიე გითხარი, გაეთრიე. ეგენი რაღაც გადმოყარა. იცი რამდენი გადავიხადე? რა სერჩი? სულ ახალ თახლების შევარჩიე. ღმერთო ჩემო სანია. იქ შენი ნერვები გეფიცები და გუპავენ. საკუთარი თავი შეგჭამს. Kendini yiyip bitiriyorsun ya. ღმერთმა დაგწყევლოს ქმარო. დაგწყევლოს. რძალო. გასაგები იყო რომ რაღაც დააშავა. გასაგები იყო რომ ნამდვილად რაღაც დააშავა. კითხე. უთხარი რატომ დაბრუნდი, არ წაგიყვანეს მეთქი? კითხე. არა, თურმე ჩვენ ვერ დაგტოვა, გული აუჩუყდა. არა, თურმე უცხო ქვეყანაში ვერ წავიდო და გაუჭირდებოდა, მოვენატრებოდით. ამდენი ტყუილი. რა ადამიანია შენი ძმა? როგორ მისცა სხვას საკუთარი ერთადერთი დის, ერთადერთი მიწა? ეგონა რომ საკუთრების საბუთს უკან დაიბრუნებდა, კარგი განზრახვა ჰქონდა, საიდან უნდა სწოდნოდა? კარგი განზრახვა ჰქონდა, კარგი გულთენ. ყოველთვის კარგი განზრახვა აქვს. შენ ძმას ყოველთვის კარგი განზრახვით მოაქვს ამდენი პრობლემა. ძმო, რა გავაკეთე? ბანკი ხომ არ გავძარცვე? ადამიანი მოგალი? მსხვერპლი მე თვითონ ვარ. 2000 მარკა წამართვეს. ძალიან გაბრაზებულია თურმე. მეც გაბრაზებული ვარ.
2000 მარკა ხელიდან გამეფრინდა. მეც მსხვერპლი ვარ მომატყუეს. საღამო მშვიდობისა. გამარჯობა ძმაო. გამარჯობა რაჰმეთ როგორ ხარ თირკმელი მოგიჭრია. ო ძმა მომაჭრეს. ასე უნდა ვიყო. მალე გამოჯამთელდი. ერთი თირკმელი საკმარისი იქნება. მართალი ხარ ძმაო. შეგარგოთ გემრიელად მიირთვით. მადლობა ძმაო, მადლობა. ძმაო რაჯებ კარგად ხარ? ყვავილო. როგორ ხარ ჩემო გოგო? როგორ გაზრდილ ხარ თვალე არ გეცეს. ჩემი გოგო იოზო მეცმინდა და მომეყვანა, მაგრამ ბევრი გაკვეთილები აქვს სამეცადინო, კარგი? კარგი. კარგი? საყვარელო, როგორ გაიზარდა? რომ ხელა გაიზარდა გეფიცებით. კარგი, საქმე შეგემსუბუქდით. ბიზიანეჯმი როგორ ხარ? კარგად ბატონო გაფურ, მადლობა. თქვენ? დაჯიქი ღვთის გულისათვის არ შეწუხდა. მობრძანდით ბატონო. გამოთ. ნუ შეწუხდებით. გეფიცებით ძალიან, თქო არ შეწუხდეთ. მადლობა, მობრძანდით. მშვიდობა ბატონო გაფურ, ასეთ დროს აქ რას აკეთებთ? თქვენმა ქალბატონმა გამოუგზავნა. თქვენმა ქალბატონმა გამოუგზავნა. მითხრა წადი, შეხედე რამე ხომ არ სჭირდებათ. საჭმელი თუ აქვთ? ხვალ მიდიო მითხრა, მაგრამ ვერ მოვითმინე. დღეს საღამოს მოვედი. ოდა ახლა გეკითხებით. რამე ხომ არ გჭირდებათ? არა ბატონო გაფურ, ღმერთმა დაგლოცოთ. ღმერთმა დაგლოცოთ. ღმერთმა დალოცოს ქალბატონი, არაფერი გჭირდება. ღმერთმა დალოცოს იამანების სასახლე. ამინ. დაჯექი ბატონო, ერთად ვჭამოთ. გეფიცები და უზეინებ არმშია. მართალია არ მახსოვს როდის ვჭამე. შენთან თუ ჩემთან არ ვიცი. ან საერთოდ ვჭამე თუ არა, მაგრამ არმშია. კარგად ვარ. არი ნერვიულო. ასე როგორ შეიძლება გთხოვ მობრძანდი ერთად შევჭამოთ. ჩვენი სუფრა შენი საკადრისი არაა? აბა ეს რა სიტყვებია? ასე თქმა შეიძლება, რას ნიშნავს შენი საკადრისი არ არის? ცოტა ხანი ჩამოვჯდები. საკმარისი დაო. მაინც მეც ვერ შევჭამ. მადლობა. შეგერგოს. ცოტა მწვანილიც. ქალბატონი გამოუწერიათ საბადო მყოფოდან არა, კარგად არის? როგორ არის? კარგად, კარგად. მადლობა ღმერთს. მადლობა ღმერთს. დაუზეინებ. ჩაი ხომ არა გაქვს? ასე მშრალად კარგად არ მიდის. მაქვს, ახლა დავადგიდე როგორც კი ადუღდება მოვიდან. კარგი იქნება. მოვიდან. ვერ გავიგე ჩემოდნით, სად მიდიხარ? ეს რა შენი სახლი არაა? ჩემი სახლია დაო. მოვრძანდი მუშგან. მადლობა დაონაზირე. სად მიდიხარ? რამოდენიმე დღე მეგობართან დარჩები. კარგი. მამა ჯერ არ მოსულა დაონაზირე. თქვა 2-3 დღე არ ვიქნებიო. 2-3 დღე? სად წავიდა? არ ვიცი, არ უთქვამს. კარგი რომ დაბრუნდება გავიგებთ. ახლა უნდა წავიდე დაონაზირე. მეგობარი მელოდება. კარგი, ღამემშვიდობის. ღამემშვიდობის. ნახვამდის. კიდევ როდემდე უნდა გავექცეთ ერთმანეთს. მუშგან გთხოვნო დამაძალებ. არ ფიქრობ, რომ დროა დავილაპარაკოთ. ერთი წუთი შეგიძლია მომისმინო. სხვა დროს რომ დავილაპარაკოთ? ძალიან გთხოვ. ოჩახ ჩემო ლამაზო გოგო, ოჩახ. რძალო, ოჩახ. ნახე როგორ კარგად მეცადინეობს ყველაფერს. ლამაზი კალიგრაფიაც აქვს. თურქული დავასრულეთ, ახლა მამასთან ერთად მათემატიკას ვიმეცადინებ. მათემატიკას? მამასთან ერთად? მამა შენს მათემატიკა უდნო მაინც რომ ესმოდეს, ამდენი ვალი არ გვექნებოდა. რძალო. იზომ. მამა შენს ნუ დაელოდები, თვითონ იმეცადინე მათემატიკა, კარგი? რატომ? მამასაც წავიდა. შორს და დიდი ხნით. რძალო. მიდი ახლა ჭამოს.
დედა რატომ გამიბრაზდათაო? Yok kuzum. არა საყვარელო. დედა შენზე გაბრაზებული არაა. რატომ უნდა გაბრაზდეს? მაშინ მამაზეა გაბრაზებული. Yani biraz. ხო, ცოტათი. Ama analar მაგრამ babalar მშობლებს შორის ხდება ხოლმე ასეთი რამა. ამ შერიგდებიან. barışırlar. შერიგდებიან რა თქმა უნდა. სხვანაირად შეიძლება. Hem onların ისედაც 3 დღე ახსოვთ წყენა. მე თხანს ვერ ძლებენ. Hadi. მოდი საყვარელო. Toparlayalım. ეს მივალაგოთ და ცოტა წვნიანი ვჭამოთ. Sonra მერე კი kuzu კაბაბიც kebabı გვაქვს. Tamam. კარგი. Saniye getir. სანიე მოიტანე. Getir canım. მოდი ძვირფასო. Ya ცხიმი ცოტა აქვს ხო? ძალიან ცოტა გაუკეთე, ბოსტნეულით არის. Sebzesi eti de içinde. შვენიერია. შვენიერია ძვირფასო. მოდი. სანიე, დაილოცო შენი ხელები. Sağ olasın. დიდი მადლობა, მაგრამ საერთოდ არ მინდა წვნიანი. Yemek sorun. ხო, მაგრამ აუცილებლად უნდა ჭამო, იმიტომ რომ წამალი გაქვს დასალები. გეფიცები და საერთოდ არ მინდა გთხოვ. სულ ცოტა. Hoş geldin bey. მობრძანდით ბატონო. მადლობა, სანია. დემირ გამარჯობა. გამარჯობა, როგორ ხარ ჩემო ერთადერთო? კარგად შენ? კარგად. Çorba mı içiyorsun? წვნიანს ჭამ? Canım არ istemiyor. მინდა. İçeceğiz inşallah. ღმერთის წყალობით შეჭამს. სანიე როგორც ყოველთვის ძალიან გემრიელი ჩანს. Çok güzel. ცოტა ამინესაც გაუკეთე. Hey ო, ılıtıyorum. გაცივდება და გოგოები აჭმევენ. Güzel. ძალიან კარგი. ამინე ისე უხასიათოდ არის? Bugün daha დღეს ცოტა უკეთ იყო დემირ. ხასიათი ამინდივით ეცვლება. Biraz da çok. უკვე ძალიან მოხუცია და ამიტომ. Öyle tabii. ხო, ასეა. აბა პირი გააღე. არ მინდა დაოგთხოვ, არ მინდა. დემირ. İlaç içmesi lazım. წამალი უნდა დალიოს და ერთი კოზი წვნიანიც კი ვერ ჩავადებინე პირში. მომეცე აქ მომეცე. Hadi. მე ვცდი. Hadi bir saniye İsmail. მოდი, მოდი ძვირფასო. უნდა შეჭამო. უნდა ჭამოს კი. მოდი. Aa. Nazı bizi. აი ეს მესმის. Kocasının ქმრის elinden ხელით olduğu კი için. ჭამს. Ay, Allah Allah. და ღვთის გულისათვის არ მინდა. დემირ გთხოვ. Biraz. მიდი, ცოტა კიდევ. მეც აღარ დაგაძალებ. ჭამე, ჭამე. Sonra მერე içeceğim. კიდევ შევჭამ, Söz. გპირდები. კარგი. Demir, დემირ, ben ყველაფერი გამახსენდა. her şeyi hatırladım. Neyi hatırladın? რა გაგახსენდა? İşte olan bir ყველაფერი რაც მოხდა, გამახსენდა. Anlat bana. მიდი მოყევი. Ne işin var? დღეში რა გინდოდა? Demir კარგი დემირ, მოყვება, ნუ ჩქარობ. anlatacağım. მოგიყვები, დასევდას უკვე მოუყევი. Şirketten კომპანიიდან რომ çıktım. გამოვედი, Değirmenlere gidecektim. ოსტატ სულეიმანთან მინდოდა წასვლა, რომ შემომოწმებინე რემონტი როგორ მიდიოდა. Dedim. ყველაფერი წესრიგში იყო თუ არა. Ondan sonra მე orman ტყის yolunda- გზაზე შევედი და მომწყურდა. Orman yolunda susadım. იქ ხომ იყო ის სადღაც წყარო, გემრიელი წყალი რომ მოდიოდა. Lüleli, იქ çeşme. გავჩერდი, მანქანაც დავტოვე და წყლის დალევა დავაპირე. Su içeyim dedim. დავლიე და ვხედავ. İçtim suyu. ხედავ რომ კარგი ამინდია, ფერადი ყვავილები. Hava çok ლამაზი güzel ბუნება. ormanda. ვიფიქრე გავისეირნებდი, Çiçekler დავათვალიერებდი. açmış, falan. Bir gezeyim dedim. Hava alayım, değişiklik olsun diye. მერე Sonra araba მერე sesi ჩემი geldi. მანქანის ხმა გავიგე. Arabanın sesi. შენი მანქანის ხმა? Evet. ო, Anahtarı. გასაღები არ ამიღია. Ne bileyim ben. რა ვიცოდი რომ ასე მოხდებოდა. Ondan sonra იქეთ გავიქეცი. koştum oraya ხედავ doğru. მანქანა დაიძრა. Bir baktım. ტყეში araba შევედი. ვიფიქრე მოვასწრებდი Ben de მანქანის დაჭერას. ormana daldım. O გავიქეცი. çatal yoldan yakalarım diye karşılarım თუნდაც diye. რომ დამეჭირა რა Oraya უნდა doğru მექნა, koşmaya რა başladım. უნდა Gerçi გამეკეთებინა. yakalasam ne olacak? Yakalasam ne yapacağım yani? Gündüz vakti eşi ხედავ geldi. ყველა მხრიდან საშიშროება მოდის. მერე, Sonra. მერე Sonra işte მერე მიურბოდი. o çatal და yolda რაღაცას doğru ფეხი koşmaya დავაბიჯე. başladım. Ayağımı bir ამის შემდეგ მორჩა. İşte kapan. ხოლოდ წყდიადია. Kimse çıkmadı. შენთან არავინ არ მოსულა? Çıkmadı Aravin. karşıma kimse. Arabanı kim მანქანა ვინ მოიპარა? Bilmiyorum არ ki o ვიცი, bahsi. დაკოღა და წავიდა. Süleyha. ზულეიხა. O değirmene აუცილებელი იყო gidiyorsun. იქ წასულიყავი. Her zaman ყოველ gittiğim დღე ამ yerden გზაზე არ ben დავდივარ. anlıyordum. Süleyha. ზულეიხა, Bana doğru. სიმართლე უნდა მითხრა. Eğer თუ karşına ვინმე çıksa- რამე გაგიკეთა, უნდა ვიცოდე.
Başımızdaki ხომიცი რა belaya პრობლემაც გვაქვს. არა, დემირ, ღვთის გულისათვის, რამე მსგავსი რომ მომხდარიყო, როგორ დაგიმალავდი? Bundan sonra ამიერიდან დაცვის გარეშე სახლიდან არ გახვალ. კარგი რა, დემირ. Ne demek o? რას ნიშნავს კარგი რა? Boyut'un ვერ yaptıklarını ხედავ იმ görmüyorsun. ნაძირალამ რა გააკეთა. Ya sana bir zarar რამე რომ verirse? დაგიშავოს? დემირ, ღვთის გულისათვის, დაცვა რა საჭიროა? Züleyha. ზულეიხა, Sen benim შენ karımsın. ჩემი ცოლი ხარ. დემირი მართალს ამბობს ზულეიხა. მართალს ამბობს. კარგი რა. İtiraz istemem. ნუ მეწინააღმდეგები. Alo. გისმენთ? Alo Demir. დემირ, Evet buyurun. დიახ, გისმენთ. Demir. დემირ, Nasılsın? როგორ ხარ? Seni merak შენს ettim. გამო ვნერვიულობდი. Rahatsız etmedim იმედი mi? მაქვს არ გაწუხებ. Yok hayır. არა, არა უშავს. Sesini duymak შენი ხმის istedim. გაგონება მინდოდა. Buldunuz mu? რა ქენი იპოვეთ? Neyi buldun? რა ვიპოვეთ? Nerede buldunuz? სად ნახეთ? Ha, anladım. მივხვდი. Konuşamıyoruz. ვერ მელაპარაკები. Evet. დიახ. Peki კარგი და. bana gelmek გინდა ister რომ misin? ჩემთან მოხვიდე Hem yüz yüze და konuşuruz ვილაპარაკოთ. hem de ben çok და özledim. ძალიან მომენატრე. დემირ მანქანა იპოვეს? Tamam müdür bey. კარგი ბატონო პოლიციელო. Ben uğrayacağım. Moval. birazdan. Teşekkür ederim. მადლობა. Görüşürüz. დროებით. Bulmuşlar mı? იპოვეს დემირ? Evet. ო, Nerede bulmuş? სად იპოვეს? Hatay yolu. ატას გზაზე. Çalan kişi. ქურთ სიკდაუტოვებია. Çalan kişi ქურდი varmış იპოვეს? ama. Detay vermez. დეტალები არ ვთქვამთ. Ben gidip bir konuşayım. წავალ და დაველაპარაკები. Geleyim ben. მეც წამოვალ. Züleyha. ზულეიხა შენი ჯიქი. Otur. ასეთ მდგომარეობაში როგორ წახალ? მე მიხედავ. კარგი. Abla sen ilgilen. დავამეხედე. Demir ben. კარგი დემირ, არ ინერვიულვა. ნახვამდის. Şüphelen. შემეშინდა რომ რამეს იეჭვებდა. Şimdi şüphelenmesi ახლა თუ არა მე იეჭვებს. Ya Fikret. ფიქრეთი თუ არ გაჩერდება ზულეიხა? Ya Demir. თუ ერთხელაც დემირი გაიგებს რომ ეს ადამიანია ფიქრეთი, რომ დაგავაკეთოთ? არ ვიცი და არ ვიცი. ღვთისწყალობით იქნებ ვერ გაიგოს. ძალიან მეშინია. ღმერთმა დაიფაროს, ძალიან მეშინია. Hoş geldin. კეთილი იყო შენი მოსვლა. Hoş bulduk. მადლობა. Sana bir şey შენთვის რაღაც მომამზადე და ჯექი.
Sofra çok სოფრა güzel. არაჩვეულებრივად გამოიყურება, მაგრამ ახლახანს ვჯამე. Yemesem ხომ არ გეწყინება თუ არ ვივახშმებთ? არა, არ მეწყინება. ვიფიქრე, რომ შეერი იქნებოდი, მაგრამ რამეს ხომ დალევ? Koyayım mı? olur. ო, შეიძლება. Teşekkür ederim. მადლობა. Afiyet olsun. გემრიელად მიირთვი. Sana da. შენც ასევე. Züleyha nasıl? ზულეიხა როგორაა? უკეთ? ახლა კარგადაა? Toparladı. ო, Çok sevindim. ძალიან მიხარია. Çok საშინელება büyük bir şey გადაიტანა. yaptın. Evet öyle. ო, ასე. Demir, დემირ, gergin olduğunu ხედავ რომ farkındayım. დაძაბული ხარ. Ne olur gizlemeye ხო, çalışma ნუ ben. ეცდები მე მაინც რამე დამიმალო. Ben bunun აქ için ამიტომ ვარ. bana her şeyi შეგიძლია მომიყვე anlatabilirsin. რაც გინდა. Ümit. უმით. მისმინე. Ben Züleyha. შენ და ზულეიხა დაგინახეთ საავადმყოფოში. Ama მაგრამ hiç kırılmadı. საერთოდ არ გავბრაზებულ ვარ. Gerçekten. მართლა. Kadın ქალი ölümden იმ döndü. ქვეყნიდან დაბრუნდა. Üstelik თანაც hala ჯერ კიდევ შენი ცოლია. tabii ki yakın რა თქმა უნდა olacaksınız. ერთმანეთთან ახლოს იქნებით. Aklında soru ამას işareti იმიტომ kalmasın გეუბნები, რომ diye ყველა კითხვა söylüyorum bütün გაგიგარწყლო. bunları. Bak. მისმინე. Demir, დემირ, biz rüya მე და შენ görmedik. ორი უმშვენიერი სიტყვე გავატარეთ. Ben senin ხვდები gözlerine რის თქმაც baktığımda გინდა. ne demek ამისთვის შენს istediğini თვალებში ჩახედვაც მყოფნის. bana karşı ხვდები olan რასაც sevgini. გრძნობ ჩემს მიმართ. Ben მე Ne olur lafımı ხო, ნუ kesme, გამაწყვეტინებ. dinle beni. Ben her şeye მე შენ უკვე razıyım გითხარი რომ dedim. ყველაფერზე ვარ თანახმა. Ben bu yola როცა ჩვენ ამ girdiğimizde გზაზე დავდექით, sana მე გითხარი რომ მზად ვარ უსასრულოდ გელოდო. hiçbir şey საჩქარო არაფერია. Hele böyle bir თანაც durumda ასეთ სიტუაციაში zaten ამაზე ლაპარაკიც კი არ შეიძლება. Züleyha ზულეიხა შენი შვილების დედაა. Allah çocuklarını ღმერთმა bağışlasın. ბავშვებს დედა არ დააშორა. Biliyorum her şey. ვიცი, ყველაფერს თავისი დრო აქვს. Sen შენ კი benden ჩემზე çok უკეთ daha იცი, iyi როდის biliyorsun უნდა ne zaman დაელაპარაკო. konuşacağını. ჩემო ყავისფერ თვალება. ჩემო სანია. ოთის გულისათვის რა დეიდა? დავიაციე. თითქოს მარტო შენ იყო დაღლილი. მეც დავიღალე. მეც დავიღალე. Ya ben de yorgunum.
ბევრი ვიმუშავე. ო, მეც გვიან ღამემდე მუშაობ. მარტო შენ ხომ არ მუშაობ? ყველაზე კარგ ადგილაზე ხარ და ხრინავ. თან კიდევ ჩემს მხარზე კიდევს თავი. ბარემ პირდაპირ საკრავზე დაწექი, რადგან ამას აკეთებ. თქვენთვის ვუკრავ. აქ ჩემით კი არ მოსულა. ჩემი ფეხით მოვედი. რადიო გააქვთ? ან ტელევიზორი გააქვთ? არაფერი არ გაქვთ. არა, მოვედი რომ გაგართოთ. ცოცხალის შესრულება მოგასმენინოთ. ო, მაგრამ გვეძინება. დილით ადრე უნდა ავდგეთ, მოგვეცი წავიდეთ და დავიძინოთ. ო, კარგი, ძადით. ძალით ხომ არ გაჩერებთ აქ. თორემ ასე თუ გააგრძელებთ, პირდაპირ ჩემს საკრავზე დაწვევით. მიდი, დაწექით და დაიძინეთ. სანია, საკუთარი ნერვები გამაგიჟებენ. ეს როგორი თხელი გადასაფარებელია. იმედი მოქვს დილით სიბრაზე მაინც გადაგივლეს. გადაგიაროს, თორემ იმედია მართლა გადაგივლის, სანია, თორემ მაგ გავიყენები. შენ კი დარდისაგან მოკვდები. როგორც ივა, წელით საშინლად მდგივა. რა მოხდა საყვარალა? ვერ დაიძინე? დედა, რატომ ტირე? რაზე ამბობ? ალბათ დაგესიზმრა. მოდი ჩემთან. მეც ვერ ვიძინებ. მამა არ მოვა? საქმეები აქვს. მოდი მე და შენ როგორც დედაშვილმა ჩახუტებულებმა დავიძინოთ. მაშინვე გავთვი. ჩემს პატარას ძალიან ლამაზი თვალები აქვს. ალი რაჰმეთ. ლუთფი. კეთილი იყო შენი მოსვლა. ძალიან მომენატრე. მეც. ალბათ დილამდე თვალი ვერ მოხუჭა რომ გაიგე, გზაში ვიყავი არა? კარგად მიცნობ. ო, რა თქმა უნდა. კეთილი იყო შენი მოსვლა. დიდი მადლობა. მოდი შემოდი. აბა, ერთი შეხედე. ახლა უნდა მეთქვა შენთვის რომ არ შეწუხებულიყავი. ეგ რომ გეთქვა, ისე გავბრაზდებოდი შენზე რომ. რა საჭიროა ამდენი წვალება? არა წვალება, უბრალოდ საუზმეა. ამდენი ხნის მერე ჩემთან მოდიხარ, მე კი ღვეზელიც არ მოგიმზადო. ღვეზელიც გამოაცხა? თანაც რომ გიყვარს ზუსტად ის. ღმერთო. ჩაის მოვიდან. როგორ მეფრინავს დრო? განსვენებული მუზაფერი. შვიდად განისვენე. ღმერთმა შვიდად გამყოფოს იქ, სადაც ხარ. ამინ. ამინ. მოდი, გთხოვ ალი რაჰმეთ.
სამ თვეში გარდაცვალებიდან 5 წელი გავა. ნახე როგორ სწრაფად გადის დრო. გეგონება გუშინ იყო. აბა მე მკითხე. არ ყოფილა დღე მასზე რომ არ მეფიქრა. რა თქმა უნდა ლოთვი. ფიქრობ. რა თქმა უნდა. შენი მეგობარია, მეუღლე. განა შეუძლია ადამიანს რომ საგულედან გული ამოივას. ის ძალიან კარგი ადამიანი იყო. ძალიან კარგი იყო, ძალიან კარგი. შვიდად განისვენოს. მისი შვილი როგორ არის? ისევ გაწუხებს? კაიჰანი? არა ძვირფასო. აი რას გეტყვი. კაიჰანი ძალიან შემიყვარდა. საკუთარი შვილის ადგილას დავაყენე. მართალია მე შვილი არ მყავს, მაგრამ თვითონ ვერაფრით მიმიღო. დედინაცვალი როცა ქვია ასია. ხო, რა თქმა უნდა, დედამისმა მაშინს წინააღმდეგ განაცხა. ამაზე ნუ ღარი ფიქრებ, ალი რაჰმეთ. ყველას ის გონია სიმართლე, რაც იცის. ლუთფი, ამარ გაწუხებენ. არა ძვირფასო, არა. არ მაწუხებენ. არ მაწუხებენ. შენ როგორ ხარ? მომიყევი. ტელეფონით რომ მითხარი უნდა ჩამოვიდეო, ისე გამიხარდა. მერე კი უცებ ვიფიქრე. კართან რომ მოვა და ვერ ვიცნო მეთქი. ნახე. არა და მაშინვე მისანი. საერთოდ არ გეტყობა ასაკი. მეტყობა ლუთფი, მეტყობა. გან არ შეიძლება რომ დავბერდე. დავბერდე ეს მარტო სულ ეფეკელი. მაგრამ გული არ დამბერებია. ჩემი გული ყოველთვის შეყვარებული იყო. ისე რამდენი ხანი ერთმანეთს არ შევხვდრილ ვართ. რა თქმა უნდა. ბოლოს ციხეში გნახე ბურსაში. მერე ჩანქერიში გადავედი და იქაც მოხვედით. დაახლოებით 10 წელი გავიდა. გავიდა. წლები ჩიტებივით მიფრინავენ ალი რაჰმეთ. როგორი კეთილები იყავით. შენც და გარდაცვლილი ძმა მუზაფერიც. თუმცა მე ხშირად არ მოვდიოდი ხოლმე. მაგრამ ძმა მუზაფერს აგზავნედი. ღვეძელები ლანგრებით მოჰქონდა ხოლმე. არასდროს დამავიწყდება. ყოველთვის სუფთა თეთრეულს რომ გამოატანდი ხოლმე. ღმერთმა დაგლოცოს. ასე. აბა, ახლა ასე უნდა ვისხდეთ და იმ რთულ დროზე უნდა ვისაუბროთ ალი რაჰმეთ. ხო, მაგრამ ლუთფი, განა შეიძლება იმ პერიოდს რთული ვუწოდოთ, როცა დავმეგობრდით. კარგი დრო იყო, მაგრამ პრობლემური დრო. დამატებითი პრობლემები რომ არ შეგექმნა, უფრო ხშირად ვნახავდით ერთმანეთს. ადეგი და ადამიანის წემე და თან ვინ? ციხის უფროსი. მაგრამ ძალიან ამცირებდა ხალხს. რა უნდა მექნა? ვერ მომითმინე. ძმაო ცოტა ფრთხილად მაინც დაგერტყა. წვირი რომ გაუტეხე. ხო და ამიტომაც უცებ ჩანქირიში წაგიყვანეს. ხო, მაგრამ იქაც კი მიასერით მოსვლა. ძმა მუზაფერი რამდენჯერ იყო მოსული. ეგ ჯერ კიდევ როდის იყო. არც კი უფიქრე ამ ხელა გზა რომ იყო და მოდიოდა. მოდიოდა, ძალიან უყვარდი. ნახე რას გეტყვი. საფიეს და მუსას ქორწილში მუზაფერი მოვიდა და მეუბნება. ცოლო. ნახე, ეს მუსაა. ბოდერს გეხდი. არა, რას ამბობ? მინდი გისმენ. ამ მუსას 5 კურუშიც კი არ ღირს. საერთოდ ვერ შევიყვარე ეს კაცი. მაგრამ მისი ძმა ისეთი ადამიანია. ნამდვილი ადამიანი. ძალიან სუფთა გული ჰქონდა. აი ამიტომაც თქვა შემზიასა. მოდი ღვეზელს ნუ გავაცივებთ. სადილად კი ისკანდერის მწვადის საჭმელად წაგიყვან. არა, რას ამბობ? მწვადიც უნდა ვჯამო? აბა როგორ? ბურსაში არ ჩამოხვედი? მწვადს თუ არ შეჭამ, გცემე. კარგი მაშინ. საკმარისია. რამდენი გადმომიღე ამას როგორ შევჭამ? მიდი ჭამე. საერთოდ უყურადღებოდ ხარ დარჩენილი. შეგერგოს. გამოს. დილამშვიდობის. ასე რატომ შეიცვი ჩემო ერთად ერთო? ზედა მინდვრებში წავალ. უკვე დამუშავება დაიწყეს. თუ ამ ყურს ვადევნებ. სანია მიხედავს, შენ დაისვენე.
სანი ისაკაც ბევრი საქმე აქვს. თან მუშაობაც მომენატრა. იქ ყოფნა ჩემთვისაც კარგი იქნება. ზულეიხა ჯერ სულ რამდენიმე დღე გავიდა. სად მიდიხარ ცოტა დაისვენე. კარგად ვარ და უარი ნერვიულო. ზულეიხა თუ გაჯიუტო და აზრი აღარ აქვს შეწინააღმდეგებას. მაგრამ ცოტა მაინც დაისვენე. კარგი, არი ნერვიულო. არც დავიღლები. არ დაივიწყო, რომ კარგად უნდა ისაუზმო. მე და ამინემ მარტოებმა ძალიან კარგად ვისაუზმეთ. მართლა? ძალიან კარგი. ო, მართლა, შენთვის სიურპრიზი მაქვს. რა სიურპრიზი? სიურპრიზია. ვერ გეტყვი. რამდენიმე დღე უნდა მოიცადო. დემირ მითხარი. არა, არ შემეძლია. კარგი, იცოდე დავიმახსოვრებ. გემრიელად მიირთვით. ფრთხილად იყავი.